გამარჯობა, ჩემო გამომწერებო, მსმენელებო, მაყურებლებო, ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო. დღეს სპონტანურად მინდა შემოგთავაზოთ ესეთი გაშლა სამ ვარიანტად, უნდა ჩაიფიქროთ სამი ვარიანტი, აი ამ სამი ნაწილიდან, პირველი, მეორე ან მესამე და გაშლა გავაკეთოთ თუ რა ხდება ახლა თქვენს პირად ცხოვრებაში. რა სიტუაცია და როგორი მდგომარეობა არის. ამოვიღებ მხოლოდ ერთ არკანს. მხოლოდ ერთ არკანს, ამიტომ თქვენ ჩაიფიქრეთ პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი ან მესამე ვარიანტი. გაშლა არის ნებისმიერ ადამიანისთვის, ვისაც მოусმენს და ვისაც რეზონირდება რომელიმე ვარიანტი ამ სამიდან. დასტა არის ისევ სამეფო კარის თამაშების დასტა, რომელიც მე ძალიან მომწონს ამ ბოლო დროს სულ ამ დასტით ვმუშაობ. პირველი ვარიანტი, ნახოთ. რა ხდება ახლა თქვენს პირად ცხოვრებაში? თქვენს პირად ცხოვრებაში ახლა თქვენ ბრძანდებით ძალიან კმაყოფილი, შესაძლებელია გყავდეთ პარტნიორი ან არ გყავდეთ. მაგრამ აქ ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ ხართ ძალიან სავსე, კმაყოფილი, თვითკმარი ადამიანი, რომელიც წარმატებით უმკლავდება, თუ ეს სიტყვა სწორად ასახავს აი ამ მდგომარეობას, წარმატებით უძღვება თავის ცხოვრებას, მიუხედავად იმისა, მისი ქმარი, პარტნიორი, შეყვარებული მასთან არის თუ არ არის. ის კარგად გრძნობს თავს იმ შემთხვევაში, როდესაც მისი პარტნიორი, თქვათ, მანძილზე ცხოვრობს, ან უწევს გადაადგილება, ანუ მივლინება, ხშირი მივლინება. სხვათა შორის ეს ადამიანი, პირველი ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეთ, ანუ თქვენ, იმდენად თვითკმარი ხართ, რომ შეგიძლიათ საყვარელ ადამიანს ფიზიკური ღალატიც კი აპატიოთ. ეხლა ფიზიკურ ღალატს რატო ვამბობ? იმიტომ რომ ადამიანები ზოგჯერ მზად არიან, რომ ხაზი გადაუსვან მათ უახლოეს, ხო? ადამიანს, პარტნიორს, ქმარს, აი ამ ღალატის შემთხვევაში, ფიზიკური ღალატის შემთხვევაში. არადა ღალატი ჩემი გაგებით უფრო ფართო ცნებაა და მოიცავს ბევრ ასპექტს ამ ცხოვრებაში და არა მხოლოდ რაღაცა თქვათ შეცდომას, წაცდენას, რაღაცა ცდუნებას, რომელიც შეიძლება რაღაც ხანმოკლე იყოს, ხო? ამიტომ ვინც პირველი ვარიანტი ამოარჩიეთ, თქვენ ხართ ძალზე თვითკმარი ადამიანი, სავსე ცხოვრებით, სავსე გამოცდილებით, იმდენად სავსე და თვითკმარი და ბედნიერი ბრძანებით საკუთარ ტყავში და საკუთარ თავში და სულში, რომ თქვენ მზად ხართ, რომ სხვებსაც კი დაუგეგმოთ პირადი ცხოვრება და ურჩიოთ. გარკვეული რჩევები მისცეთ, ნახეთ, თან როგორ ზიხართ მაგიდასთან, წიგნები გაქვთ გადაშლილი და მთელი ეს ბიბლიოთეკა, ცოდნა როგორც წყარო, როგორც რესურსი თქვენს უკან არის. ასე რომ ესე ძალიან მომწონს ეს პირველი ვარიანტი. შემეხმიანეთ, ვინც ხართ ესეთი, კომენტარებში დაგელოდებით. ახლა გადავიდეთ მეორე ვარიანტი, ვინც ამოარჩიეთ. აბა ვნახოთ. რა საინტერესოა, აქაც ამოვიდა თასების მასტი.
მეორე ვარიანტი, ვინც ამოარჩიეთ, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც საკუთარი ემოციების ტყვეობის გამო მუდმივად შედის და გადის ურთიერთობიდან. და ამდენად მიმდინარე, ესე ვთქვათ, პერიოდში თქვენ ხართ ესე ვთქვათ, ზღვარზე ისევ ურთიერთობიდან გასვლის. რაღაც ურთიერთობიდან გასვლის, მე ვიტყოდი, რომ თქვენი მხრიდან თქვენს ცხოვრებაში პარტნიორის მიმართ არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ახლა ვინც მე მისმენთ და ამორჩეთ მეორე ვარიანტი ბრძანდებით მამაკაცი თუ ქალბატონი, მაგრამ რატომღაც თქვენ თვლით და შესაძლებელია სრულიად ლეგიტიმურადაც თვლით, რომ თქვენ იმაზე მეტი გაეცით ურთიერთობაში, ვიდრე მიიღეთ. და ამ გაცემამ გარკვეულწილად თქვენ გაზარალათ ემოციური კუთხით. ემოციური კუთხით, ფიზიკური კუთხით, მოგეხსენებათ ემოციები, ფიქრები შემდეგ უკვე გადადის ფიზიკაში. და დაავადებები, უმრავლესობა გამოწვეულია ფსიქოსომატური წინამძღვრებით, ფსიქიკის განწყობით და ჩვენ ვიცით უზნაძის ჩვენი ძალიან საამაყო ქართველი მეცნიერის უზნაძის განწყობის თეორია რამხელა როლს თამაშობს და რა როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში ზოგადად, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი და ამდენად თქვენ რატომღაც ნებისმიერ ურთიერთობებში, რაც აქამდე გქონიათ და ახლაც, ყოველთვის განაწყობდით თქვენ თავს, რომ რაც უფრო მეც გავცემ, მით უფრო მეც მივიღებ, მაგრამ სამწუხაროდ ესე არ მოხდა. და სამწუხაროდ უმრავლეს შემთხვევებში თქვენ უკვე რახან ვეღარ უძლებთ ფიზიკურად, ამხელა ემოციურად და სულიერად ვეღარ უძლებთ იმას, რომ მხოლოდ თქვენ გასცეთ და სანაცვლოდ მიიღოთ ცოტა ან არაფერი. ამიტომ გადიხართ ურთიერთობიდან, ყოველ ჯერზე გიწევთ ურთიერთობის დასრულება. თუ გაინტერესებთ თქვენი უკვე კონკრეტული სიტუაცია, ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ პირადი სესიის მსვლელობის დროს და მე ვეცდები როგორც ტაროს დახმარებით, ასევე სხვადასხვა ეზოთერული ინსტრუმენტების გამოყენებით განვიხილო და მოგცეთ კონკრეტული მიმართულება თუ საით არის მუშაობა გასაძლიერებელი. ეს მეორე ვარიანტი და ბოლოს დაგვრჩა მესამე ვარიანტი, მოდით ნახოთ. აბა რა მოვიდა მათთვის, ვინც აირჩია მესამე ვარიანტი. Judgment. თქვენ ჩემო კარგებო, მშვენიერებო, ძვირფასებო, რჩეულო ადამიანებო, რადგან ყველა ადამიანი რჩეულია და ყველა ადამიანში არის ნიჭი, რომელიც ელოდება თავის დროს. მესამე ვარიანტი ვინც არჩიეთ, თქვენ ბრძანდებით ძალიან კრიტიკის მოყვარული ადამიანი. წუნია ბრძანდებით, იცით? და ამდენად თქვენს პირად ცხოვრებაშიც ბევრი რამ იმის გამო არ მიდის წინ, რომ თქვენ რომ გადაწყვეტთ და ესე იზამთ, მერე უკვე ძალიან რთულია რაღაცა კომპრომისებზე საუბარი მეორე მხრიდან. იმდენად კაფიოა თქვენი არა და თქვენი კი, რომ
მეორე მხარეს პარტნიორს, შეყვარებულს, ქმარს, ცოლს აღარ უტოვებთ სივრცეს იმისთვის, რომ მან თავისი მოსაზრება გადმოდგას. ანუ თქვენში არ არის დიპლომატიის არანაირი ნატამალი. როგორც ამბობთ, ისე აკეთებთ და მორჩა. არ გაინტერესებთ შედეგი, არ გაინტერესებთ ის თუ რას გრძნობს მეორე ადამიანი და იმპულსურად, უეცრად იღებთ ესეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც სხვათა შორის შესაძლოა სამართლიანიც იყოს, მაგრამ რაღაც შემთხვევებში, თქვათ 50-50, ხო პირობითად რომ თქვათ, შესაძლოა არც იყოს სამართლიანი, არც თქვენი თავის მიმართ და არც მეორე ადამიანის პარტნიორის მიმართ. ასე რომ ვინც მესამე ვარიანტი ერჩიეთ, თქვენ ხართ ესეთ თქვათ საჯულის პოზიციაში, ადამიანი, რომელიც მუდმივად განსჯის სხვას და არ განსჯის საკუთარ თავს. აი თვითკრიტიკის მომენტი თქვენ ამ შემთხვევაში გაკლიათ. ეს შეიძლება მოდიოდეს ბავშვობიდან, შეიძლება კი არა და ყველაფერი მოდის ბავშვობიდან. მშობლების მიერ ბავშვის აღზრდის ესე ვთქვათ წესიდან და უკვე ბავშვობიდან ზრდასრულობაში გამჯდარ თვისებასთან როდესაც ადამიანი ხედავს სხვაში ნაკლს და ვერ ხედავს ნაკლს საკუთარ თავში. თუ გსურთ აი ამ სიტუაციის გამოსწორება, მე მზად ვარ, რომ მთელი გულით და მთელი ჩემი ცოდნით დაგეხმაროთ, ნახოთ დეტალურად რაშია საქმე და ამის მიხედვით ვიმოქმედოთ. ესეც მესამე ვარიანტი, ჩემო კარგებო, იმედია ეს დღევანდელი ჩვენი ექსპერიმენტი. სამი ვარიანტის ექსპერიმენტი თუ რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში, მოგეწონათ? თუ მოგეწონათ ან არ მოგეწონათ, ან ისურვებდით რაიმე სხვა ტიპის გაშლას, ისიც მაინტერესებს, კომენტარებში თუ დამიწერთ, ძალიან გამეხარდება. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. აბა